ბიძინა ივანიშვილი დღეს თავდაცვის უწყებას სტუმრობდა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ალასანიას მის მოადგილეებსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სამინისტროს 100 დღიანი მუშაობის შედეგებს. პრემიერმა მართვის პუნქტიც დაათვალიერა, საიდანაც ავღანეთში მყოფ ქართულ ჯარისკაცებს გაესაუბრა. გიორგი მანჯავიძე განაგრძობს საუბარს პირდაპირ ეთერში. გიორგი, ხომ არ გაკეთებულა განცხადება ბოლო დღეებში ირაკლი ალასანიას გარშემო აგორებულ თემებთან დაკავშირებით? ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას შეხვედრიდან საზოგადოების დიდ ნაწილს ალბათ სწორედ ეს საკითხი აინტერესებს. ნინო, ჟურნალისტებმა ამ თემის გარშემო დაუსვეს კითხვები როგორც ბიძინა ივანიშვილს, ასევე ირაკლი ალასანიას, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების ამ კითხვას მხოლოდ მცირე რეპლიკის სახით უპასუხა. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, მან მედია საშუალებებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი კონცენტრირებისკენ მოუწოდა. ძველი ხელისუფლება ახერხებს ფიცრის აგიტირებას და მე მგონი იქიდან მოდის ეს ყველაფერი. მე ძალიან მინდა გთხოვოთ თქვენს ჟურნალისტებს განსაკუთრებით, რომ ესეთ სისულელეებზე საუბარს ნუც ერთმანეთს ვაკადრებთ და ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ისეთი გარდაქმნები, ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომ საზოგადოებისთვის რეალურად რაც არის საყურადღებო, მე გთხოვთ იმაზე გაამახვილოთ ყურადღება. ეს ღირსებაც არ ძენს, ესეთი სპეკულაციები, ესეთი ჩორიკნობა არავის. აქედან გამომდინარე, პრემიერმა ძალიან კარგად თქვა ამის შესახებ, ამითი დაკავებული იყო წინა ხელისუფლება. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელსაც მხარდაჭერა საზოგადოების იმიტომ ჰქონდა, რომ ესეთი ჭორაობების, ესეთი პირად ცხოვრებაში ჩართვის, ასე თქვათ, გაღიზიანების გამო უნდა დაესრულებინა ის პრაქტიკა, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა. ასეთ სისულელებზე მეორეჯერ არ დამისვა ჩეგება. რაც შეეხება თავად პრემიერ-მინისტრის თავდაცვის სამინისტროში სტუმრობას, როგორც იცით, ამ სტუმრობის მთავარი მიზეზი გახლდათ თავდაცვის სამინისტროს მიერ თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მიერ 100 დღის განმავლობაში გაკეთებული საქმის შეფასება და სამომავლო გეგმებზე საუბარი. პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფაზა თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მუშაობა, მან განსაკუთრებით გამოყო სამხედროების ხელფასების და ასევე მათი კვების გაუმჯობესება, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ირაკლი ალასანიას საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დახვდა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, მან თავდაცვის მინისტრს ამ კუთხით დახმარებაც აღუთქვა. ასევე ირაკლი ალასანიამ გააკეთა სამომავლო გეგმებზე კომენტარი და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში, უახლოეს პერიოდში იგეგმება ჯარისკაცების, სამხედრო მოსამსახურეების სადაზღვევო პაკეტის გაცილებით უფრო გაუმჯობესება. ინფრასტრუქტურაში არის პრობლემები, მე ვიტყოდი, რომ არც ისეთი სახარბიელო მემკვიდრეობა დახვდა ირაკლი ალასანიას. მე არ მინდა ამაზე მახვილი გავაკეთო, ის თვითონ გამოიტანს და გამოამზეურებს იქ, რომ ცალკეულ გარნიზონებში როგორი მდგომარეობაა და მას აქვს გეგმა, ჩვენც დავეხმარებით, მე პირადად დამატებით თანხების შევეცდებით მოვიძიოთ, რომ ეს ყველაფერი ადამიანურ დონეზე მოვიყვანოთ. ძალიან მალე გამოქვეყნდება თუ რა ჯანდაცვის პოლისი ექნებათ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, გათანაბრებული იქნება მინისტრის, გენერლის და ჯარისკაცის მომსახურეობა ჯანდაცვის ერთმანეთთან და იქნება ეს ხარისხიანი. თავდაცვის სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ირაკლი ალასანიას და ბიძინა ივანიშვილს ხვალინდელ მთავრობის სხდომაზეც ექნებათ საუბარი. მადლობა გიორგი მანჯავიძის რეპორტაჟს თქვენ საღამოს 9 საათზე ნახავთ.